ნატო საქართველოს სწავლება 2025 დაიწყო, რასაც საქართველოს თავდაცვის უწყება მასპინძლობს. სწავლება ოფიციალურად წანისში საერთო საჯარისო ცენტრში გაიხსნა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ლილუაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერმა პოლკოვნიკმა ბერატ ტელიმ სწავლების დაწყება მასში მონაწილე ქართველ და უცხოელ სამხედროებს მიულოცეს. სიტყვით გამოსვლისას მათ სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მონაწილეებს აღსრულების პროცესში წარმატებები უსურვეს. ნატო საქართველოს სწავლებების ციკლში ეს უკვე რიგით მეოთხე სწავლებაა, რომელიც 3 წელიწადში ერთხელ საქართველოში იმართება. ნატო საქართველოს სწავლება 2025 კომპიუტერული მხარდაჭერით ბრიგადის დონის სამეთაურო საშტაბო სწავლებაა, რომლის მიზანს კრიზისული ოპერაციების დაგეგმვასა და აღსრულებაში ქართული მხარის ხელმძღვანელობით მრავალეროვნული ბრიგადის დონის ქვედანაყოფის წვრთნა წარმოადგენს. მრავალეროვნულ სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 17 ქვეყანა მონაწილეობს. სწავლებაში ასევე ჩართულია რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია და ქვედანაყოფი. თქვენი პროფესიონალიზმითა და საქმისადმი ერთგულებით წარმოაჩენთ საქართველოს როგორც ნატოს დასაქმებელ პარტნიორს. დღეს ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა ადგილზე ვიხილოთ მრავალწლიანი თანამშრომლობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგი, რომელიც ნატო-საქართველოს მჭიდრო ურთიერთობის მკაფიო მაგალითია. ნატოსა და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია საქართველოს თავდაცვის ძალების თავსებადობის მაღალი დონე. მრავალეროვნული სამეთაურო საშტაბო სწავლება ნატო-საქართველოს 2025. თავისი შინაარსის გათვალისწინებით ძალიან მნიშვნელოვანია ნატოს წევრი ქვეყნებისა და მის პარტნიორებს შორის სამხედრო შესაძლებლობების, თავსებადობისა და გამოცდილების გაზიარების კუთხით. მინდა ჩემი გულითადი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ სწავლების აღსრულებაშია ჩართული. განსაკუთრებით მივმართავ ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს, რომელიც 2016 წლის შემდეგ, როდესაც რიგით პირველ სწავლებას უმასპინძლა ახალგაზრდა ინსტიტუციიდან, დღეს კომპეტენტურ და თავდაჯერებულ საწვრთნელ ცენტრად მენტორობიდან შესაძლებლობების მიმწოდებელ ჰაბად გადაიქცა. მისი განვითარება ნამდვილად თავდადებისა და პროფესიონალიზმის შესანიშნავი გამოხატულებაა.